მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ ვლაუდო ჯეთოდათემ ჩქლეზე მე დღეს გადავიღებთ Rim Language Soccer 2026. ნახოთ, დავაგდებ თუ არა ნეიმარ როგორც წინა ვიდეოში მქონდა 40000 coin-ი. აქედან 20000-ზე მეტი დავხარჯე იმისთვის რომ გამეხსნა ნეიმარი აი ამ პაკებიდან, თუმცა გავარდა ესეთ ფეხბურთელებიც რომელიც ვიყიდე, ესეთ ფეხბურთელებს რომელიც საინტერესო იყო, თუმცა მე არ მჭირდებოდა. ნახოთ ამ ვიდეოში რომ მე ფეხბურთელებს ამომიგდებს და მოგეწოდება თუ არა ეს ვიდეო. სანამ დავიწყებ პაკების გახსნას, ვიყიდე აი ამ ფეხბურთელს, რომელიც დღით 1855 და შემდეგ დავიწყოთ თუ მომეწოდება რა თქმა უნდა დავიტოვოთ თუ არა გავყიდე. შემდეგ დავიწყოთ უკვე პაკების გახსნა, იმედია ნეიმარს დავაგდებ. კარგი, მოდი ჯერ ეს პაკი გავხსნათ, შოტლანდიელია რეალ მადრიდის კლუბში 8 ნომრით არის 80 პასინგი, დანარჩენი ბოლ კონტროლ 79, მაკტომინეი. აი ზუსტად მაგას ვფიქრობდი რომ მაკტომინეის დამიგდე და თუმცა 84-იანი ბარელა რო გავყიდე და 82-იანი მაკტომინეი დამიგდო, ნახდა დამჭირდება. ასე რომ რა თქმა უნდა გავყიდე. კარგი, ვნახოთ სად არის ჩვენი მაკტომინეი. ხო, წინა ვიდეოშიც დამიგდო მაკტომინეი პაკებიდან, თუმცა არ ვიყიდე. არ მჭირდებოდა და რაც მინდოდა. აქ სად არის? აი ბარელა, რომელიც გავყიდე. აქ მაკტომინეი სად არის? მაკტომინეი. აგერ არის. სკოტ მაკტომინეი, თუმცა არ მჭირდება. გავყიდო და ესე. გადავიდეთ პაკების გახსნაზე. ხო, პაკებს რო გავხსნით ამ საინტერესო ფეხბურთელი თუ ვიყიდე, შემდეგ გავაძლიერებ მას აი ამ გენით. აი აქ მაქვს მგონი თორს. კი, 2 ცალი მაქვს. კი ბატონო. შევუდგეთ ახლა გახსნას. ნახოთ ვის დაგვიგდებს. იმედი მაქვს ნეიმარს ამოაგდებს. გაეტანო და კადეტა კარი. არ ვიცი რა წავიკითხე თუ არა ამათ სახელი, მაგრამ არც ერთი არ მჭირდება, ფული სულ ცოტა მრჩება. ასე რომ იმედი მაქვს ნეიმარს დავაგდებ. აქ 2 ახალი ფეხბურთელი, რომელიც არც ერთი არ მინდა. შემდეგი ვიკარი, რომელიც 2-ჯერ დააგდო და ორბანიც მგონი 2-ჯერ დამიგდო. ასე რომ არც ერთი არ მჭირდება სამწუხაროდ. ასაბნიერად. ხო, ბევრი ამბობს მაინც რომ ნეიმარი არ არისო, თუმცა მე ვიცი რომ არის და მაინც არ გავჩერდები რომ სანამ ნეიმარს არ დავაგდებ. აქ ისევ 2 ოქროს ფეხბურთელი დამიგდო, თუმცა არ მჭირდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ 80-იანია, მე მინდა 80-იანი მხოლოდ ნეიმარი. კარგი, გავაგრძელოთ გახსნა. ლორენტე 82-იანი და ლუპერტო. არც ერთი არ მჭირდება. ხო, ფული სულ ცოტა მრჩება, მხოლოდ 13600. თუმცა რა ვქნათ, მინდა ნეიმარი. ბეუმოს კარგი სეზონი აქვს წელს, თუმცა მე არ მხიბლავს ბეუმო. გადავიდეთ შემდეგზე. დუმფრიზი და ისაკი. ისაკზე დაფიქრება შეიძლებოდა, რომ არ მყავდეთ რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი და სხვა მასო უკეთესი ფეხბურთელები. კარგი, გადავიდეთ შემდეგზე. ხო, 40000-ში, დაჟე 45000-ში, 45000 მქონდა 5000 ისე დავხარჯე. და მე 40000-ით დავიწყე ვიდეოს გადაღება და 45000-ში რომ ნეიმარს ვერ დააგდებ. ნუ არ ვიცი. კარგი, გადავიდეთ შემდეგზე. მარტინეზეც შეიძლებოდა დაფიქრება რომ არა ჯანლუიჯი დონარუმა, რომ არა დეხია, რომ არა კურტუა და ალისონი. ასე რომ არ მჭირდება. გადავიდეთ შემდეგზე. იმედი ერთი დებიუტანტი მაინც გვეყოლება გუნდში, რომ ეს მომეწონება. თუ არ იქნება ეს ნეიმარი. გავაგრძელოთ გახსნა. მხოლოდ 10000 დამრჩა. შანსები სულ ოდნავ, ჯერჯერობით ოდნავ მცირდება, რომელსაც რომ ნეიმარს დავაგდებ, იმიტომ რომ შანსები მაინც არის.
სადღაც 8 გახსნა, არა 8 არ მგონია, სადღაც 5-6 გახსნამდე მგონი მეყოფა. ასე რომ ჩვენ გვინდა ნეიმარი, რომეო ლუკაკუ და იასინ ბონო. იასინ ბონო ჩემს საყურებელი მეკარე იყო, მაგრამ იყო და ახლა არ არის. თუმცა იასინ ბონო მყავდა, იყო ლეგენდარზე, ახლა არის ლურჯზე, ასე რომ ვთქვათ. ასე რომ რეირზე, ასე რომ ვთქვათ, არ მჭირდება. გადავდეთ ლეგენდარზე. და პაკის გახსნას. ბრემერი. ძალიან ბევრ ლეგენდარს მიგდებს, თუმცა აქედან არც ერთი არ არის ნეიმარი. არ ვიცი, შეიძლება ამ ფულს კვლავ ხარჯავდა მართლა არ არის ნეიმარი გამოსული, მაგრამ ვნახე, რომ 80-იანი ნეიმარი გამოსულია. კიდე ლეგენდარი, მაგრამ არ არის ნეიმარი, სამწუხაროდ. კარგი გადავიდეთ, მაგრამ ძალიან მინდა ნეიმარი. მუფი და ანდერსენი. ხო, მინდა ვისაუბრო იმაზეც, რომ ნეიმარი 2 წლის უკან იყო და შემდეგ გააქრეს 25-ის განახლებაში და ძალიან საინტერესოა რატომ. PSG-დან რომ გადავიდა, თუ რატომ, ეგ მიგვიц აქ ბევრი ფეხბურთელი გადავიდა კარგი კლუბიდან, მაგრამ აქ დღემდე არის. რატო გააქრეს ვეხვდები, თორემ იქ ნეიმარი ბევრჯერ მომიგდო იმ წელს 2 წლის უკან, თუმცა სამწუხაროდ არ მქონდა ფული რომ მეყიდა. ეხლა მაქვს ნეიმარისთვის ვხარჯავ, თუმცა არ ამოდის და არ ამოდის. კარგი, გავაგრძელოთ გასვლა. ბოლოში ერთი ხელი ვითამაშოთ და თან დავამთავრებ ვიდეოს. ნიკო ვილიამსი, ნიკო ვილიამს მე 80-ად არ ვიყიდი 80 რეიტინგიანი რომა. 83-იანი რო ყოფილიყო კიდე შეიძლებოდა. კარგი, გადავიდეთ. შემდეგ ფეხბურთელებზე, არა. არც ერთი არ მჭირდება. კარგით. გადავიდეთ შემდეგზე. სადაც 4-5 გახსნა დამჭა მგონი. უნაი სიმონის წელს დააცული სეზონი აქვს. ასე რომ არ მინდა. ზოგადადაც არ მინდა, კარგი ბევრი მაგარი ყავს. ტელემენსი ისე მეორეჯერ მიგდებს, ასე რომ რა თქმა უნდა არ ვიყიდი. სულ ცოტა რჩება. 2 გახსნა, ან 3. გონი 3. ჩუამენს ყიდვა შეიძლება. და რატომაც არა. აქ ეს ავიღოთ. რატომაც არა, ჩუამენს ყიდვა შეიძლება. ასე რომ აქ რა უნდა? აგინდა. რატომ არ ვყიდულობ? ფული არ მკმარა 1450. კარგი. სამწუხაროდ ვერ ვყიდულობ. გადავიდეთ. თუ ნეიმარი დამიგდო, ფულ შევაგროვებ და ისე ვიყინი. პუბლისიჩი არ მჭირდება სამწუხაროდ. ხო. ერთადერთი გახსნა დამჭა, მაგრამ ძალიან ცოტა მაკლია ეს 50 ხილი როგორც იცით, ასე რომ ერთხელს ვთამაშებ ამ ბუსტერს. ავიღებ. ერთხელს ვითამაშებ პარი სენ-ჟერმენთან. შემდეგ უკვე თუ მოვიგე ან წავაგე მაინც მომსეს იმდენ ფულს რომ მეყოს ერთი გახსნისთვის და ვნახოთ დავაგდებ თუ არა ბოლო შანსიდან ნეიმარს. იმედები გამიცრუა ნეიმარმა, რადგან ამდენი ტყულა დავხარჯე, ასე რომ ვთქვა, და ჯერჯერობით ნეიმარი არ არის. მაგ ასეთი კითხვა. რო არ დამეხარჯა ნეიმარზე, რაზე დავხარჯავდი ამ ფულს და პასუხი არის არაფერზე. ასე რომ ვიზეც უნდა დამეხარჯა ფული იყო ნეიმარზე. ხო. ცვლილებები, მარავნარას დაღლა, მაგრამ ცოტა ჯუდ ბელინგემს ეთყობა დაღლა. ასე რომ ჯუდ ბელინგემის მაგივრად შემოვიყვან პედრის. პედრმა, რომელმაც წინა თამაში მშვენივრად ითამაშა. მოდი შემოვიყვან კიდევ ლიონელ მესის და ერლინგ ჰოლანდს. დაცვაში რუდიგერს გავიყვან, შემოვიყვან მილიტაოს და ერთ ცვლილებას შემოვინახავ, რა იცი რა ხდება.
კარგი, აქ რეკლამა არის, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდით. 1-1 მეცხრე თამაში ლეგენდარ დივიზიონში, რამოსის გოლი, შემდეგ მბაპეს გოლი, 4 ცვლილება აქით, 1 ცვლილება იქით, აქ ამინდი შეცვლილი, მეორე ტაიმი დაწყებული, 1-1. რა თქმა უნდა მოგება მინდა. აქ მესით ვერ მივიღეთ ბურთი, მაგრამ კევინ დე ბრუინი ძალიან კარგად თამაშობთ. თუმცა ისევ ჩვენი პრობლემა, კარგი ფინტი იყო. ისევ ჩვენი პრობლემა, ვერ ვიმორჩილებთ ბურთს აქ. ისევ მესიმ ძალიან კარგად ითამაშა თასრებას, მაგრამ ბურთი ვერ დავიმორჩილიათ. როდრი, პედრი, მესი, ერლინგ ჰოლანდი, ერლინგის გასროლა ძალიან მაგარია, ჰოლანდი და აი კამბეკიც. მბაპე, ჰოლანდი 2-1 ლიონელ მესის ასეთი. შემოსულებმა გაითამაშეს საქმშენივრად ბურთი და გაიტანეს გოლი. კი ბატონო. ვიტინია, ჯო ნევესი, დეზირე დუე. ნუნ მენდეშმა ორივეჯერ დეზირე დუეს ართვა ბურთი. როგორც რეალობაში სხვა არტიმებს ნუნ მენდეში როგორც ლამინ იამალს და ასე შემდეგ. კარგით. ისევ დეზირე დუე, ისევ ნუნ მენდეში, ამჯერად დეზირე დუე გაუცდა, თუმცა იქვე იყო ჩვენი მცველი, რომელიც იყო სამწუხაროდ ვერ დავინახე. წესით მილიტაო. მილიტაო ეგ თეთრი არ არის. კარგი, ჩაწოდება, გადავრჩით. გადავრჩით 77 წუთზე გოლის გაშვებას. ედერ მილიტაო, პედრი, დე ბრუინი, ერლინგ ჰოლანდი, თუმცა ვერ მიიღო ბურთი. უილიამ პაჩო, აქ როდრი და ბროზოვიჩის გასვლა არ გვინდა. ბროზოვიჩის შემოსვლა, რადგან როდრი. ჯერჯერობით არ არის ისე ძალიან დაღლილი. და შეტევაშიც მივდივართ. მესიზე პასი, მესიმ გაიარა მთელი ფეხბურთელი, მთელი ნახევარდაცვა გაიარა, მესი მიიღო ბურთი, გაიტანა უმაგრეს გოლ და უნდა ვაღიაროთ არშავ ჰაკიმის უმაგრესი პასი. აქ სამ კაცში გაძვრა მესი, როგორ გამოეპარათ და თავისუფლად შევალიე უშანსოთ. 3-1. კამბექით ვიგებთ პრინციპში. დავაკამბექეთ 1-0-ს ვაგებდით. 3-1-ს ვიგებთ, ხო? ვიჯილანდაიკის შემოვიყვანთ. ვიჯილანდაიკს შემოვიყვანთ. კარგით, კაინლი შემოსვლა. ნახოთ, კაინლის ნამდვილ ასამს ნუნ მენდეში ჩაწოდება გაცდა სამწუხაროდ. კარგი, ერლინგ ჰოლანდი, არა. ჰაკიმი, ვერ თამაშობს ისე კარგად, ბარკოლა, ფრთხილად და სამწუხაროდ პენალტი მთავარია გადაურჩეთ წითელს და არის ყვითელი, ძალიან კარგი. ყვითელი მაინც წითელი ჯობია. გონსალო რამოსში არტყავს, ნახოთ ამ ბურთს თუ ავიღებთ, დარტყმა დადეხეა. ოჩახ, 3-1 რჩება ძალაში. ჩაწოდება, ეს ძალიან სასტიკი ჩაწოდება იყო, სასტიკი რატო თქვი არ ვიცი, ძალიან ცუდი, საშინელი. თუმცა დეხეამ რა აჩუქა კუთხური მეტოქეს. თუმცა თავის შეცდომა გამოასწორა, ასე ვთქვათ, ბურჩხელთა წერის, ხელში ბურთის დაჭერით. ერლინგ ჰოლანდი დავარტყათ, ავაცილეთ. ძალიან ცუდად მოვიქეთ ახლა აქ. როდრიზე უნდა გამაკეთებია ბას, თუმცა არ ავშვებს. უილიამ პაჩო და ამთავრდა თამაში. 3-1 რეალმა მოიგო პარის სენ-ჟერმენთან. პარიზში როგორც მივხვდი, მგონი პარიზში იყო თამაში, კი ბატონო, ეს არის სტატები. ჩვენთან მატჩი საუკეთესო გმირი გახდა დეხია 8.0 შეფასებით, იქით პაჩოს 7.5 შეფასებით. საბოლოოდ ჯგუფში გადავედით მესამე ადგილზე და პირველი ადგილოსანი გვისწრებს სამწუხაროდ მხოლოდ 4 ქულით. ეხლა მოდი გავხსნათ ის ერთი გახსნაც. კი ბატონო, და ვერც ვერავით. კარგი, დაგემშვიდობებით, აბა, ხომ? არ დაგავწყვეტთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. ნახვამდის.